ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი ტონი ევროპასთან მიმართებით უყურადღებოდ არავის დარჩენია. ზოგმა ეს მოკავშირეების ბულინგად და ზურგის ქცევად აღიქვა. ზოგმაც ევროპის გამოფხიზლების მცდელობად. მაგრამ ვნახოთ რეალურად რა წერია დოკუმენტში. ყურადღება მივაქციოთ ამ სექციის სათაურს, ევროპის დიდების ხელშეწყობა. რაც არის ტრამპის ადმინისტრაციის მესიჯი, რომ რაც აქ წერია, მხოლოდ ევროპისთვის სასიკეთოდ. დოკუმენტი ამბობს, რომ ევროპა კარგავს გლობალური ეკონომიკის წილს და ამავდროულად დგას ეროვნული იდენტობის დემოგრაფიული კრიზისის, სიტყვის თავისუფლების, შეზღუდვისა და სუვერენიტეტის დაკნინების წინაშე. ამ პრობლემებს კი ტრამპის ადმინისტრაცია უკავშირებს როგორც ევროკავშირს, ისე სხვა ტრანსნაციონალური ორგანიზაციების რეგულაციებს. დოკუმენტის მიხედვით, ევროპის შესუსტებული თვითრწმენა განსაკუთრებით აშკარაა რუსეთთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვს, უკრაინის ომმა კონტინენტი არასტაბილურ მდგომარეობაში ჩააგდო. შეერთებული შტატების ინტერესია ომის სწრაფად დასრულება, რათა აღდგეს სტრატეგიული სტაბილურობა ევროპასა და რუსეთს შორის. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომმა გაზარდა ევროპის განსაკუთრებით გერმანიის გარე დამოკიდებულებები და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული გაზის გამოყენებით. ამიტომ ამერიკის მიზანი ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპაა, რომელიც თავად აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე და არ იქნება დომინირებული მტრული ძალების მიერ. სტრატეგია სკეპტიკურად უყურებს ნატოს მუდმივ გაფართოებასაც და მოუწოდებს ევროპას მეტი გააკეთოს თავდაცვის ეკონომიკური სამართლიანობისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ევროპა უნდა იყოს ამერიკის პარტნიორი და არა ამერიკაზე დამოკიდებული.